ეხა უყურებდით სულავას არხზე, ყველაზე მეტი ნახვა რას ხონდა რა და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პირველი იყო ეს მასკუჩასთან და არა 211-თან გაზაობას რა 164,000. თუმცა დააბრუნე ლეიტესტს დააჭირე. რას განაახლა მოკლედ არხი, ყველაზე მეტი ნახვა აქვს 76,000 აგერ ამას. ამ ვიდეოს. ხო, კაი. მოკლედ ეხა ამ ვიდეოს შევდებთ. მოდი ავიდეთ ახალ პროდაქშენში პირველ 100,000 ნახვაზე. ავიდეთ. გადავიღეთ E38 და F90 და მოდი შევეცადოთ ავიდეთ 100,000 ნახვაზე. გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას. ეხლა რაღაც ენერგიულად დავიყვირე რაღაც დაგერხათ ყველას მე და ძაღლები შეეშინდა და გამექცნენ. მოგესალმებით ყველას. მორიგი ვიდეო არის ეს ჩვენი. ამ ვიდეოში წინაზე რაც შეგვერდით ჩემი 38-ის განხილვას მაგას შემოგთავაზებთ. გავრეცხავთ, გავივლით, გამოვივლით, რაღაცებს გავაკეთებთ. კიდე გვინდა F90-ის გადაღება. ეხა ველოდებით ჩამოვა თემოს ველაპარაკეთ და მანქანითაც გავივლით რაღაცა კადრებს შემოგთავაზებთ, აჩქარებას, 100-200 და ბევრ რაღაცას. ლეკვები შეგვეძინა დღეს. მაგასაც გაჩვენებთ. დღეს კიდე 8 ლეკვი შეემატა და გავსდე ახლა ერთი თვე ცოტახანი ვაცდი რომ დედა მაჭამოს თვალები გაახილნონ და მოიხოდონ და თუ იმეს ლეკვი დაგჭირდებათ ძალიან ლამაზი ლეკვები დაყარა და გაჩვენებთ მაგასაც და შემიძლია გაჩუქოთ ერთ თვეში სავარაუდოდ. მადლობა კომენტარებისთვის, ბევრი კომენტარი იყო, ბევრი ლაიქი იყო. ყველას დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის. მე ვცდილობ ნელ-ნელა უფრო და უფრო მეტი ვიდეო გადავიღო და უფრო კარგი რაღაცები შემოგთავაზოთ. სტაბილური მინდა რომ გავხდე YouTube-ზე და ყოველ კვირაში ერთი ვიდეო მაინც გადავიღო რა. თავიდან მაგრა დავიწყე, მაგრამ მე ამერდამერია სამსახურში საქმეები და ვეღარ გავაგზელე. ამიტომ ნელ-ნელა ვიხოდები და უფრო შემოგთავაზებთ კაი ვიდეოებს. რაც დაგკვირდით, მაგას შევასრულებ. საჭიროა რომ გამოიწეროთ არხი, რომ მეც უფრო მეტი мотиваცია მქონდეს ვიდეოების გაგზელებისთვის. 30,000 უახლოვდები, 40,000-ზე რო შეკვირდით Mercedes-ი, უეჭველი გადავიღებ Mercedes-ს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კომენტარი წავიკითხე Mercedes-ის გადაღებასთან დაკავშირებით. ამიტომ 40,000-ზე როგორც კი მივალ, 213-ს გადავიღებ 1000 ცხენიზალიანს. რაც შეეხება E46 V10-ის პროექტს, ლუკამ ლომთაძემ, ვისაც ყავს ეს Mercedes-ი, იმ დღეს ვიდეო რო ნახა, დამირეკა, ვინც არ უნდა გამოჩნდესო, ყველას უარი უთხარიო, მეო ჩამოვალო და მე და შენ უნდა გავაკეთოთ ეგ თემაო. მე ლუკა და გოგა თოლორაიამ უნდა ავაწყოთ ეგ თემა, რომ E46-ში ჩავდოთ 10 ცილინდრიანი. ამიტომ ეგეც ძალიან მალე იქნება ეგ პროექტი. ამიტომ გამოიწერეთ არხი. გამოიწერეთ არხი თორე. მოდი აქ. მოდი დღეს დეიდა რო გახდი, იცი? დიშვილები გეყოლა, იცი? თუ მაგდენი არის, არ უნდა აღნიშნო რაღაც რესტორანში წავხვი და იგულაო. კიდე კომენტარები წავიკითხე, რაც მანქანების დახასიათებას ეხება რა. ყოველ ვიდეოში შემოგთავაზებთ სხვადასხვა ძრავის, სხვადასხვა პრობლემებს და ყიდვის შემთხვევაში რომ გაითვალისწინოთ შემირჩევები, რომ რაღაცა ზედმეტი არ შეგეტენოთ და არ გახდეთ ბოლო პატრონი და არ გადავარდეთ სადღაც უფსკრულში, რომ აკეთოთ მერე მთელი ცხოვრება ეგ მანქანა რა. მაგ ყველაფერს დეტალურად ჩავწერ ხოლმე ვიდეოებს სხვადასხვა მოტორებთან დაკავშირებით, რა პრობლემები გააჩნია სხვადასხვა მოდელს. თუ გაითვალისწინებთ ჩემ აზრს, კარგი იქნება. თუ არა და ივლით მერე სახელოსნოში. ან ჩემთან, ან სხვასთან. გამოიწერეთ არხი. გამოიწერეთ არხი. ბიჭებო და გოგოებო, მინდა ერთი თემა გითხრათ. ანუ აქ ფანჯრები არ მქონდა რა, ეხა იქით ერთი ცალი ამოვჭერით, დავაყენეთ, აქეთ თუ დამოვჭრა, ეხა მეორე. და სიცხეში აქ ძალიან ჩახუთული იყო და გვინდოდა ამოჭრა და აქ წეროვანში, მცხეთაში და აქეთ თუ ვინმეს რამე დაგჭირდებათ, რა ქვია, ნატახტრისკენ როგორც გადაუხვევთ, პირველი შეუხვევთ თუ არა მარცხენა მხარეს არის ეს მეტალოპლასტმასის კარფანჯარა არის რა. ძალიან მაგარი ბიჭები მუშაობენ, იმ დღეს მივედი, პირდაპირ მივედი გამარჯობა რაღაცა და ნუ მიცნეს ბიჭებმა, დიდი მადლობა და ისეთ ფაში და ისეთ ხარისხში გამიკეთეს, რომ მინდა თქვენც იცოდეთ, ძალიან მაგარი ბიჭები მუშაობენ მან და ძალიან მაგარ რაღაცებს აკეთებენ და აგერ ერთი ფანჯარა ჩავსვი, აქეთ თუ დაამოჭრათ, ეხა ცუდი ამიდია გარეთ გავიყინებით და აქეთაც თუ დაამოჭრა და აქეთ მეორე ჩავსვათ და აგერ არის მაგათი ბარათი თუ ვინმეს აქეთ ხარეს დაგჭირდებათ, უეჭველი მიმართეთ მაგ ბიჭებს, ძალიან მაგარი ბიჭები არიან. ნომერი წერია? ხო.
და დიდი მადლობა ამ ბიჭებს ესეთი მაგარი შუშებისთვის ისეთ ფაში გამიკეთეს რომ რა ვიცი. გაჩუქეს რა. ხო, ფაქტიურად მაჩუქეს მიცნეს ბიჭებმა და სიტყვები იყო შენ როგორც ექცევი ხალხს და როგორი გულითაც უკეთებო, ისე გვინდა გავაკეთო ჩვენცო და უფრო მეტი გააკეთეს ვიდრე მე ვაკეთებ ხოლმე და დიდი მადლობა ამ ბიჭებს. უკვე იმაში არ გაკეთეს კონტეინერში. ტექნოლოგია. აბა, რას ვაკეთებთ ვიჯებო? რას ვაკეთებ და 38-ს აქვს ყველას რკინის ბაკი. ხო. და როცა ცხელდება და ფართოვდება ხოლმე ეს ბაკი ესე მოძრაობს რა. ესე მოძრაობს გაციება გაცხელებას და მე აქ ტეხავს. ეს მანქანა რო წამოვიყვანე, ეს ბაკი აქ ამ ადგილას ხონდა დადუღებული. ანუ ადრე იმ პატრონსაც იგივე პრობლემა ხონდა დაადუღა რა. მე მივდექი და აღარ დავადუღე და ბაკი შევცვალე. სხვა ბაკი დავაყენე, მეორადი ვიყიდე, დავაყენე, кайხანი ვიარე და ისევ დროთა განმავლობაში მოძრაობაში ისევ გატეხა. ეხლა ვცდილობ რომ დავადუღო ბაკი. და რა გამო არა უფეთქდებით? ან დავადუღებ. რავი, ბაკი ჩამოვცალე, წყალი ჩავასხი, შიგნიდან ჩავაფინე მთელი ნაჭრები რაღაცეები და რავი, კი გიჟობას ვაკეთებ, მაგრამ მე ვასება. რისკები და ვნახოთ. ანა უფეთქდებით და დაიწובה ჩემი საყვარელი სიმსოტი. ან ბაკს დავადუღებ. რა გამოა გამოჩნდება. კატები, ბიჭო, კატები იყო რაღაც მომენტში ეს ევროპული არის და 4 კატალიზატორი აქვს რა. რაღაც მომენტში დამიწყო. არა. რაღაც მომენტში დამიწყო ცალი მხარე კატალიზატორის დაწერა რა. პრობლემა შეექმნა. თან ის პერიოდი იყო ძალიან ძვირი რო ღირდა კატალიზატორი და ნუ მომიწია კატალიზატორის ამოღება. ეს იყო ჩაშლილი და უკან იყო გაჭედილი და ეს კარგი იყო და ავტომატურად ნუ ერთ თუ ამოვიღე, ყველა ამოვიღე. მერე ისე მოხდა რომ ნუ კატალიზატორი მინდოდა ყველა ვარიანტში. მეგობარმა ჩამოიყვანა ეს 65 და ეს უკანა კატალიზატორები ამოიღო. ამოიღო რა ჩაჭრა ტრუბები რა. და ეს გამოვართვი მე მაჩუქა ეს კატალიზატორები ბატონმა რამაზმა გააკეთა ის და მადლობა რამაზის. ავდექი და ჩავაკერე აქ M5-ის კატალიზატორები. ამიტომ ეხა კატალიზატორიანი არის და CO ყველაფერი იდეალურად აქვს, გაიარა ტექდათვალიერება, სუნს არ აყენებს, არაფერს არ აყენებს. ჩვენი ეკოლოგიას უფრთხილდებს. ეკოლოგია პირველ რიგში. თან ყველაზე მაგარი რა იყო, იცი რომ ძირითადად ეს მანქანა გაჩერებული იყო ზეზოში გდია და მაგიტომაც დაიწვა კრასკა და ყველაფერი და ზეზე გდია და თან აყენია როგორ იცი რომ მანქანის უკანა მხარეს პატარა პარკი არის ჩემთან და იქ სულ ბავშვები თამაშობენ და რო არ დავდივარ ხოლმე ხშირად ქოქავ ადგილზე ვამუშავებ 1 საათნახევარი მე ვაქრობ. ერთ დღესაც ეს კატალიზატორები საბარგულში მიდევს 1-2 თვე საბარგულით ვატარე. ერთ დღესაც კაი ამინდია ბავშვები ეზოში არიან თამაშობენ დავქოქე მანქანა მეც ეზოში დავბოდიალო პაკეტი იქით და ეს შობლები შეწუხდნენ ძალიან ცუდი სუნი ქონდა გამონაბოლქვის რა და კარგიო რა პონტია ვანიქით გადააყენე მანქანაო რაღაცა მოიწამლე ბავშვებიო და ნუ მართალი იყო. ეგრევე წავედი დავქოქე ჩავედი ელიავაზე ჩავაყენე კატალიზატორები ამოვიყვანე დავაყენე და დავქოქე მეთქი აბა ეხლა რა სიტყვით და ნუ სუნი აღარ ქონდა და ნუ მართალია იმიტომ რომ არ შეიძლება კატალიზატორის გარეშე იმიტომ რომ ძალიან ცუდი სუნი აქვს გამონაბოლქვის საშინელი აქვს და წამლავს ყველაფერს და მე ყოველთვის ვემხრობი რომ ეყენოს კატალიზატორი იმიტომ რომ ამ მაგალითს გამო მეც ახლა შვილები მყავს 6 შვილი მყავს და ახლა წარმოიდგინე როგორია და რა იმაში იზდებიან ბავშვები რა სულ რაღაც საშინელი ვირუსები რო არის და სულ ხალხი იხოცება ეს არის დაბინძურებული ჰაერის გამო და შევეცადოთ რომ არ ამოვიღოთ კატალიზატორები და ჩავანაცვლოთ თუ გაფუჭებულია ჩავანაცვლოთ ახლით ეს გრაჟდანსკი BMW-ებს და M-ებზე ამოვიღეთ კაცო M-ებით ყოველდღიურად არ დადიხართ და მაინც კიდე შეიძლება მაგრამ მეგეც კარგი არ არის რა ჩემი აზრით უფრო გამკაცდეს ეს ტექდათვალიერება და კატალიზატორის სისტემები უკეთესი იქნება, იმიტომ რომ მომავალი მაინც ეს ხო 2000-იანი თუ 2001-იანია. 2001-იანი. და ტექდათვალიერებაზე ესე იგი გამონაბოლქვი დაწერა 0. ნუ კატალიზატორის კატალიზატორი აქვს.
კატალიზატორის გარეშე მაინც ჯდებოდა, მაშინ 0.8 იყო თუ რაღაცა იყო და 0.6 თუ რაღაცა იყო და მე მაგრამ კატალიზატორით 0-ია. კი. ანუ ესე იგი არ აბინძურებს გარემოს. ხო. ხო და სისულელი არ არის ეხა იმის თქმა რომ 2013 ის ქვემოთ მანქანები ვითომ აბინძურებენ. ახალი მანქანები უფრო აბინძურებენ ვიდრე ძველი მანქანები. შენ გენაცვალე, შენ გაიხარე. აიგებს. ძველი მანქანა ესეთ დონის მანქანა რომელი გინახიათ რომ ბოლავს და ასე შემდეგ და ახალი მანქანები კატასტროფა. ეხა ის S70-ზე და S75-ზე არ ვიძახით. ლურჯი გოლთო დადიან. ძველი მანქანა მაინც ფახარისხი იყო და არის. დავადუღეთ ბაკი და გადავჭთ, არა უფეთქით ცეცხლი არ წაგვეკიდა. არავის არ გირჩევთ მსგავსი რამ გაიმეოროთ, მაგრამ ჩვენ გადავჭთ. თან ეს დროებით გააკეთე შენ ხო? ო, დროებით სანამ ბაკი ჩავომივა. იმიტომ რომ ეხას მოტრიმა გასავლელი და წინაზე რო ვიყავი დამბრაკეს, იმიტომ რომ გაზდიოდა აქედან ბენზინი. და სანამ ბაკი ჩამოვოთ, ეხას მოტრიმა გასავლელი და მაგიტო ვაკეთებ ესე რომ ეხას მოტრი გავიარო მე ახალი ბაკიც გზაშია და ჩამოვა. ეგ დათვალიერება. ეგ დათვალიერება. ეხა შენ თუნ ATX-ს მოტრებ, ხო? ო რა უყურებ რა ხდება, როგორ ხდება, ხო? არა მიწევია რამდენი ხანია მანქანა და. ერთი პრობლემა მაქვს, რაც დიდი ხანია ვებძვი მაგას და რა. ადრე რომ ეყენა 21-იანი დისკები ამაზე, BBS-ები. короче, აქეთა დისკი რო დავაყენე არ წავიდა გულში რა და ბოლტით მივჭიმე ძალით. იმის მერე მაქვს 80-დან 120-მდე ვიბრაცია. მთელი ხადავოი შევცვალე, ტორმუზები შევცვალე, ყველაფერი შევცვალე, მაგ ვიბრაციას ვერაფერი ვერ გავუგე. დისკები შევცვალე მერე ისევ და სავარაუდოდ ეხლა ვფიქრობ, რომ შეიძლება ცაპკაზე გული გაუფუჭე და აღარ ჯდება ზუსტად და მაგით ვაქვს ვიბრაცია. უეჭველი ეგაა. და ეხლა ერთ და გადავხედო რამე აქ ისევ ხადავოიში ხო არ არის? ბიჭო, კარტები მშრალი გააქვს? ცოტა. მოასაო. ცოტა. ზევიდანაა ჩამოსული, ცოტა. ლეკვები აჩვენე ახალი ლეკვები. ეგერე. რაზმის მოტორები დავუჭირე. ახალი პარტია არის. აჩუქებ ამასაც. ო, იას. და რაღაც ძალიან ლამაზები არიან. 8 ლეკვი არის და ძალიან ლამაზები იქნებიან წესით. ორ თვეში ზათ იქნებიან გასაჩუქებლად. არა, რატო ორ თვეში, ერთ თვეში. ერთ თვეში. სანამ გიო ბენზინს ასხავს, კი გავიგე რომ არ გინდათ ჩემი ჩართვები, მაგრამ მაინც დავიღალე მობილურით გადაღებით, მე დრაივზე ატვირთვით, მე ცალკე ძალიან დიდი პროცედურაა, ტვინი ურღება, მოკლედ მაგრა რა. ხო და სულავას კი არ უნდა და კატეგორიული წინააღმდეგი იყო წინა ვიდეოშიც მინდოდა ჩამისვა, მაგრამ ტექნიკის მაღაზიებო სულავას არხს აჩუქეთ კამერა, ნაღდ 4K-ში, რომელიც იღებს თავისი წესიერი ლინზით. დიდი, ასე ვთქვათ, მადლობა და დიდი რეკლამა გაგიერთებათ გიორგი სულავას YouTube არხისგან დამიჯერეთ. მადლობა ყურადღებისთვის.
აზრი ორად გაიყო. მოკლედ 50%-მა თქვა რომ Mercedes-ი გადაიღეო, 50-მა თქვა რომ არ გვინდაო. გადავიღებ. იმ 50-ს ვეუნები. ბიჭო, აქ ის კი არა რომ Mercedes-ი შეუყვარდება სულავას, რო გადაიღებს. აქ საინტერესოა რა, გადაობა, რა სულავა როგორ აფასებს Mercedes-ს. მე გეტყვი ხა ხომ მიყვარს ეს მოდელი ძალიან რა. ამის გვერდზე უნდა იდგეს 140 კუზავი. უეჭველი. და უნდა იდგეს არ ვიცი რა კუზავო არის, რა მოდელი არის. 126-ის კუპე. 560-ები რო არის. კი, ესე კი. აი ეგ არის სასწაული. გევასება. აუ ძალიან. ო, აჰა. აი ეგ მოდელი მევასება სასწაულად. ამიტომ რომ ახლო მომავალში დიდი ბიჭი რო გავიზრდები 140-საც ვიყიდი და მაგ Mercedes-საც ვიყიდი. ხედავთ ხალხო? ექსკლუზივი. ეს არის ნამდვილი ავტომოყვარული. ქუჩაში რო დავდივარ და 140 კუზავი მხვდება, სულ დიდი სიყვარულით უყურებ მანქანა და სულ იმ ემოციებს რა ქვია, ვამჟღავნებ, აი რაც ამ მანქანიდან ვიღებ. Mercedes-ის მოყვარულებო გამოიწერეთ გიორგი სულავას არხი. სხვათა შორის ბევრი მართლა Mercedes-ის მოყვარული გიყურებს და ძალიან გულშემატკივრობს და კომენტარებში სულ აფიქსირებენ და მადლობა თქვენ ამისთვის. გამოიწერეთ არხი, ძალიან მნიშვნელოვანია რომ გამოიწეროთ არხი. ცოტას და 30000-ზე ავალთ. წინა ვიდეო დაიდო 2-3 დღის წინ და 900 გამომწერი დაგემატა უკვე. კარგია. უფრო მეტ აქტიურობას ველით. უბრალოდ სერიოზულად გადავწყვიტეთ მეგობრებო, რომ სულოს არხი მოიხოდოს ძალიან მაგრა და ძალიან სწრაფად, რაშიც თქვენი მხარდაჭერა გჭირდება და ვასხავ და ბენზონასოს კი არდებს და გაივსება და გადმოვა ეხლა გარეთ. უი. ხო და მოკლედ ვაპირებთ, რომ სულავას არხი ძალიან მოხოდოთ, ვიაქტიუროთ, რაშიც თქვენი მხარდაჭერა გჭირდება. გამოწერების რაოდენობის ზრდა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. რაც უფრო ბევრი გამოიწერ და ბევრი გამოწერზე ავა სულავას არხი, კონტენტი უფრო გამრავალფეროვნება, გახარისხდება და გაბევრდება ვიდეოებიც. ხო გაიგეთ. მე მოდულა თქვა ახლა გამოიწერეთ არხი. გამოიწერეთ არხი. აგერ არის ახლა ამოღებული მაქვს აქედან ბენზონასოსი. აქედან ამოვამშრალეთ, სველიტილოები ჩავდეთ შიგნით, რომ არაუფეთქებულიყავით დადუღების დროს. არავის არ გირჩევთ და გასწავლით, რომ ესე დაადუღოთ, ძალიან საშიშია შეიძლება აფეთქდეთ. ჩვენ უბრალოდ გაგვიმართ რა და. ყველას არ გაგიმართებთ. სახში არ გაიმეოროთ. სახში არ გაიმეოროთ და ყველას არ გაგიმართლებთ. შეიძლება დაიწვას მანქანა და ჩვენ გადავრჩით ამ შემთხვევაში მადლობა ღმერთს. რომ არაუფეთქდით. ყველაზე მთავარი რა არის, იცი? ხო უკანა ის არის დასაჯდომია რა, ხო მეტი არაფერი. აი მას შეხედე. რა უთქა შეხედე. რამდენი რაღაცა აქვს სიდენიაში. ხო. აი აქ კნოპკები რო აქვს ძმაო. მასაჟები რო აქვს, გასაბერი, დასაჩუტი, მთელი ამბები რო აქვს, აი. წონაც კარგი არის. გამოშვების წელი. საიდან ამოიღებ? აფეთქა. ამ მანქანის, ხო? ეს ამოიღებს. აგვაქვს კიდევ ერთი ტელეფონი, წინ ერთი ტელეფონი გვაქვს, უკან მეორე ტელეფონი გვაქვს. ეს უკანა სიდენიები, აგერა ის პულტები მოძრაობს. ადის ჩადის. იბერება ესენი გულები. უკანაც ტეხვადია, ესე იგი გამოდის. უკანაც ტეხვადია.
აქ გვაქვს ერთი აპტეჩკა. ხო. იგი გადაღებული მაქვს კადრი და ჩავსვავ. წინ გვაქვს მეორე რა, სიდენის ქვეშ გვაქვს მეორე. ხო. აქ გვაქვს ცალკე კლიმატი, უკანა მხრისთვის, გამათბობლები, ტელევიზორის გადართვა გადმორთვა იყო, ნუ ეხა იქ აღარ მუშაობს ჩვენთან და ფუნქცია აღარ აქვს. აქ არის ფაქსის შტეკერის შესაერთებელი, იმ დროს ფაქსები იყო, ძმო არ იყო ესეთი ნავაროტკები, ეხლა რო გვაქვს და ეს აუქსის აუდიო შემშვები და გამშვები ის. და ჩართავ რო შეუშვა ტელეფონიდან. კი. და ყავით როა შეკერილი? ხო, აბა რა. ჩემი კაცი. გვაქვს კიდე ორმაგი შუშები. აგერ არის. სკელი შუშები გვაქვს, ორმაგი. ამანქანის დიდი кайფი რა არის, ტრასაზე რომ მიდიხარ, შუშები რო გაქვს აწეული, არაფერი ხმა არ გაწუხებს ვაფშე. ვაფშე არაფერი ხმა არ გაწუხებს. ნუ აქაც გვაქვს ტელეფონი, გვაქვს აქ ყველა კნოპკა გვაქვს, რაც კი რამე არსებობს ამ მოდელში. ნუ გამათბობელი, მასაჟორი, DSS-ი, პარკინგის, ელექტროამორტიზატორის ჩართვა გათიშვა, უკანა ფარდის, ესეც იქითა მასაჟორი, იქითა აბაგრები. გვაქვს დიდი მონიტორი. კიდე რა გვაქვს? უკანა ფარდები გვაქვს, უკანა ფარდა ელექტრო აქედან იმართება და რაც თავარია, უკანა საბარგულიც ელექტროა, თავის ადის ჩადის, მაგრამ ამორტიზატორი გამიფუჭდა და ეხა ჩახსნილი მაქვს, რომ მოტორი არ დავწვა. რო აწევს, უკან აღარ კეტავს და ამორტიზატორი არ ცლის წნევას და ეგ დავშალო და გავაკეთო. სამწუხაროდ რომ ამ მანქანისთვის ვერ ვიცლი ხოლმე და ესე მიგდია და ვაფუჭებ და ვაფუჭებ. ეხა გადავწყვიტე ნელ-ნელა მოუარო ამ მანქანას, თორე ეს მანქანა აღარ ივარგებს ცოტა ხანში. იქნება ჯარჯი ჩასაბარებელი. ესე თუ გავაგზავნე ფეხებზე დაკიდებ. ესე იგი თანამედროვე მანქანასთან შედარებით მითხარი რა არა აქვს ნავაროტკებში. Bluetooth-ი. Bluetooth-იც აქვს. არა, ტელეფონია. ტელეფონია. მაგის ზაპასად აუქსია ძმაო. ო, ტელეფონი აქვს. აი დანარჩენი მითხარი და უკანა ხედვის კამერა, ხო, კაი. უკანა ხედვის კამერა. მაგრამ ეგეც გადაობა. აქვს. რას ქვია არა. აბა ეს რა არის? ლუკი აქვს შუშის. ყველას უმეტესობას რკინის ლუკი აქვს და შუშის არა აქვს. ამას შუშის ლუკი აქვს. კერხერები ქონდა, მაგრამ შიტოკი გამიტეხეს. რამოდენიმე ჯერ დამეჯახეს და კერხერები ქონდა და ნუ ჯერჯერობით კერხერი არა აქვს, მაგრამ ეხლა ნაკიდი მაქვს სხვა შიტოკი და დავაყენო კერხერიანი შიტოკი. ვიღაცა მირეკავს. ეხა ეს კანტები რაღაცეები მოხსნილი მაქვს, რომ შესაღებად უნდა გადაუყანო ჩემს მაკაც გიორგი ჩხიკვაძეს. მალიარი არის და უნდა შემიღებოს მანქანა და რაღაცეები მოხსნილი მაქვს კანტები, რომ ნენელა უიწყებ დაშლას, რომ გადაუყანო და გარედან შევღებოთ თლიანი მანქანას. კაი, უცებ ჩემი პირადი კითხვა რა და ინტერესი. აბა გისმენთ. სულ გაზაობდი 36-ებით, 46-ებით და ზოგადად სპორტისკენ მიდრეკილი ხარ მანქანებში. როდის გაგიჩნდა სურვილი და საიდან მოგაფიქრდა 38? ან როდის გიყვარდა, რატო? გეტყვი ახლა 38-ის ისტორია როგორ არის? რითი და გაინტერესა? ჩემს ისტორიაში. მყავდა M3 ევროპული 3.0 E36 და რაღაც პერიოდში გამოჩნდა 4-ხარიანი M3 რომ მყავდა ევროპული 3.2. ის მანქანა გამოჩნდა, რომელიც ვიყიდე და ეს M3 უნდა გამეყიდე. ეს M3 ვერ გავყიდე და გავცვალე E38-ში. ცოტა ხანი მყავდა E38 იმ M3-ში გავცვალე და მე ეს E38 გავყიდე. ეგ როდის იყო? რავი, ძალიან 20 წლის წინ? ალბათ ხო. და მყავდა ცოტა ხანი E38-ით ვიარე და მე ეს მანქანა გავყიდე. აი მაშინ შემიყვარდა ეს მოდელი, იმიტომ რომ სასწაული მანქანა იყო მაშინ. და ესეთი ნავაროტკებით არ იყო, მაგრამ E38 იყო, კარგი ჯამთელი E38 იყო 4-დან. ხო, სოროკი იყო. და მე ეს მანქანა მალე გავყიდე და სულ მინდოდა 38 მყოლოდა, სულ ვეძებდი კაი მანქანას, ვეძებდი და ნუ პროსა ძებნა იყო, კაი მანქანა არ იშოვებოდა მაშინ. რაღაც მომენტში ეს რამოდენიმე წლის წინ ჩამივარდა ქუთაისში ვიყიდე ბიჭებისგან თვითონაც მეშვიდე სერიის მოყვარული არის და ძალიან მაგრა უყვარდა ეს მანქანა და რატო გაყიდა დღემდე ვერ ხვდები რა. თარო ჩავედი, ეს მოდელი ეყენა, F01 ეყენა და კიდე რაღაც სიმსოტი ეყენა, სამივე ერთი და იგივე ვიძე ერთი და იგივე დისკებზე ვიზუალზე და გამიკვირდა ეს მანქანა რატო გაყიდა და არ ვიცი, სხვა მანქანა გაგიყიდა, ეს არ გაგიყიდა ოღონდ. რავი, მადლობა რომ გაყიდე და ეს მანქანა ჩემ ხელში ეხლა რა.
კი გავანადგურე იდეალური მანქანა გავუმატანე და ვაფშე სასწაულ ვიძე იყო, მაგრამ ეხლა მოუხოდა ვის. შევღებავ და ისევ ლამაზ ვიძე დადგება. ხო და მადლობა ეს მანქანა რომ მომყიდე მაშინ. და ძრავთან მიმართებაში ასაპირებს სამომავლოდ დღეს და ხვალ არა. აი სამომავლოდ რომ მოიცლი და რო შეგეძლება რა. ძრავს არაფერი არ ჭირს, ვანუსები ხმაურობს და ეს მანქანა რომ წამოიყვანი მაშინ ქუთაისიდან, ვანუსები დასერვისებული ქონდა, ვაფშე არაფრის ხმა არ ქონდა, კაპოტს რო ხდიდი, მარტო ინჟექტორის ციკციკის ხმა რო ისმოდა რა. ეგ ხმა იყო და ვისთანაც მივდიოდი ყველასთან ესეთი მოდელები, ვისაც ყავდა, ყველას ვებლატავებოდი იმით, რომ აი შეხედეთ მატორმა როგორ უნდა იმუშაოს მეთქი. ვაფშე არაფრის ხმა რო არ ქონდა, მარტო ინჟექტორის ციკციკ ხმა რო არის. მივხვდება უმეტესობა ვინც იცის რა ხმაზე ვლაპარაკობ რა. მაგრამ გავიარე 30000 თუ 40000 და დაიწყო ჩხაკაჩხუკი და რავი ესე დავდივარ, კაი ხანია ჩხაკუნობს ვანუსები, მაგრამ რავი არც გაწევაზე მოქმედებს და არც წვაზე, რავი. ბევრ წვას მაინც და 60-ით იდეალურად დავდივარ და სულ არ მაინტერესებს ახლა ეს თუ ვიღაცა დაუდეკ ესეს და გამასწრო, ვაფშე არ მაინტერესებს ეს მანქანა საგაზაოდ. რა ამითი მოვსრიალებ, ნელა მივკატავ. არა, გაჩიტირი შეცდებას არ აპირებ. 4 და 6 კი მინდა. 4 და 6 ვაფშე იდეალურია, მაგრამ უკვე ისე დრო არის, რომ ეს 4 და 6-ები და ეს მოტორები უკვე თითქმის აღარ არის წესიერი მოტორები. ყველა უმეტესობა უკვე გაფუჭებული ან ძალიან ბევრია გავლილი და ნახო თუ კაი მოტორი ჩავარდა 4 და 6, რა თქმა უნდა მინდა 4 და 6 ჩავაყენო, იმიტომ რომ ის ბევრად კაი მოტორია, ბევრად ძლიერია და უფრო ცოტასაც. იმიტომ რომ მეტი ძალა აქვს და კუზაო რომ ძიმია, ნაკლები გაზი გჭირდება რომ. ის უფრო ერევა რა. კაი, ცოტა ხანში გავივიდეთ. გავიარო წყალი გადავავლოთ. ხო. გავრეცხოთ, არ გამირეცხია, დიდი ხანია. იჩემ მეზობელს კიდე მოვიკითხავ ერთხელ დიდუბეში. ბაგაჟნიკი რო დამიკაწრა. კიდე თელი სული და გულით მოვიკითხავ თელ შენ ოჯახს. საგვარეულოს და რავი, ყველას ვაფშე. იქნება ბავშვაქა. ბიჭო, რატო უდაქნა ესეთი რაღაცა ბავშვმაქნა რას ქვია? არა. აი ისი. ბავშვმა რატო უდაქნას? არ უნდა ქნა. აი რამხელა ბავშვი უნდა იყოს, რომ აი აქ მიწვდეს და ესე დაკაწროს. ანუ პატარა ბავშვი ვერ იქნება, ხო? ანუ მოაზროვნე ბავშვი ხო იქნება, ხა 9 წლის ბავშვი ესე გაიკეთებს, ის ბავშვად აღარ ითვლება რა. დიდია უკვე. ხო, აზროვნებს ახლა 9 წლის ბავშვი აზროვნებს ჩაოლებდა. ვრედნია, ხო? ესეთი რაღაცა არ უნდა გააკეთოს რა. თან აქაც რო აქ ხო მოწვდა. აი ეს არ ქონდა. აი მოიტანე ახლოს ერთ წამით. აი ეს არ ქონდა. აი ესენი არ ქონდა. და აქ თუ მოწვდა, ანუ პატარა ბავშვი არ იყო, მაღალი იყო. ხო, მიზამიმართულად იბორო. აი ესეც. ხო და რა ვიცი. თან შუშა რო შევცვალეთ. ეგ მაშინ რომ მოგიტანეს შუშა, ახალი დააკენე. ეს ორმაგი შუშაა თუ ერთმაგი? არა, ერთმაგი. ტორმუზიანი. აი მეორე შუშას ამოვიღებ, ამაზე დავაწებებ და ჩავხსოვ. მოცვალეთ. ესენი არაფერი არ ქონდა, ანუ ახალი ამბავია. ახალი ამბავია, ხო, ესენი არ ქონდა. წავიყვანე დიდუბეში ეზოში გავაჩერე, აქ შუშას შევცვალეთ, წავიყვანე ეზოში გავაჩერე. მადლობა ნიკუშას შუშისთვის, მაჭუკა. ჯონის უფრო დიდი მადლობა გაორმაგებული შუშისთვის. გავაორმაგეთ ისევ. ხო და წავიყვანე ეზოში გავაჩერე და იქ ეზოში მეყენა დიდი ხანი და რავი, ესეთი რაღაც დამხვდა. ეხა გავიაროთ და ვნახოთ დანარჩენი. ხალხო, ისე კარგად დადის, რომ პროტესტს ვაცხადებ, აღარ მინდა გადაღება. მაცადეთ, მაკაიფეთ. აი ვიზუალურად აი ხა სალონში პრობლემები აქვს, გარედან შესაღებია და რაღაცა, მაგრამ მანქანა ისე დადის, რომ არ ვიცი. ხოჩა. ბაბა, ეხა გარედანაც მივხედავ და სიდენიებში აკერინებ რა, წინაო. ბიჭო, სიდენი არ ვიცი რა, რამდენი ხავი იგივე არ იქნება კი ბატონო. არა არის ვარიანტი რომ ჩამოატანიდოთ ხავი. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ რომ ვერ აკეთებს, მაგრამ მე რაც მაქვს ნანახი შეკერილი სიდენია, მე ჯერ ისეთი ვერ ვნახე, რაც მე მომეწონებოდა და რაც ამ მანქანას ხარხმულია. ხო, ნუ რა ვიცი. კიდევ ერთხელ ვიძახი, შეურაცხყოფას არავის არ ვაყენებ. შეიძლება ვიღაცის შეკერილი არ მინახია და ის იყოს ის, რაც მე მინდა. მაგრამ ჯერ არ შემხვედრია. თუ ვინმე ხართ ისეთი, რომ ვინც ამას შეკერავთ ისე, რომ იქნება როგორც ქარხნული, ხელებს ავწევ და გავაკეთებ, არ არის პრობლემა.
არ მინდა განსხვავდებოდეს სალონის ფერებში და ტყავის მასალაში. გავრეცხეთ მანქანა. ვინმეს რო არ გეგონოთ რომ მოტორი გავრეცხეთ დავსტუკეთ და მერე თავიდან ავაწყეთ და მთელი ამბები. არაფერი წარმოსულია ამ მოტორებს ეგეთი რამე არ მოძის, გარეცხეთ როგორც გინდათ. ძალიან გამძლე მოტორია. ძალიან გამძლე მოტორია და ეს მანქანა მყავს, რავი, რამდენი წელია. აღარც მახსოვს ბოლოს როდის ვიყიდე და ყოველ გარეთ გამოსვლაზე მოტორს რეცხავდა, რავი. არასდროს პრობლემა არ შემდგა. დაკოქილზე მაგრა გამიკვირდა მე. დაკოქილზე რა, მერე საიდან უნდა შევიდეს წყალი? ფილტრი არის დახურული არის. გამართული თუ არის არ საერთოდ. ბიჭო, ეხლა თუ დირკა აქვს და წყალი ჩავიდა, ხომ ამ დახურული არის ყველაფერი და თუ შიგნით ფილტრში არ შეასხი წყალი, ისე წყალი არ შევადა. ამიტომ საშში არ არის. ერთ-ერთი ხშირი პრობლემა არის იმაში, ბაბინებს ჩადის ხოლმე წყალი და ისიც ბაბინების ხუფი რო ეფარება, იქ თუ თავისი რეზინა არ აქვს, ავტომატურად წყალი ჩავა ბაბინებში და პერებოის აიკიდებს. ამ უაშრობ, ისე გასწორდება. ჯერ კინის მოტორია, თავის დროზე რასაკინებდნენ ამას. ეს 63-ის არის. ერთ-ერთი მეც წინააღმდეგი ვიყავი ამ მოტორის ჩემ ბავშვობაში, პატარაობაში, რომ მეუკითხებოდნენ ეს მოტორი კარგი არის თუ არ არის, ვეუბნებოდი თავი დაანებეთ ამ მოტორს, არც გაიხედოთ მეთქი ამ მოტორისკენ და ისეთი მოტორები წამოვიდა, რომ ეს ანგელოზი არის იმასთან შედარებით და მეც რამდენი წელია დავდივარ და რავი, დადის. არ გაფუჭებულა, არ გაჩერებულა, მუშაობს ადამიანურად. ამითი რომ სადმე მივდივარ შორგზაზე ამ მანქანით რა საბარგულში ვდებ ჩანთებს და ეგეთ რაღაცებს. ნებისმიერ სხვა ბემეთ რომ მივდივარ კლუჩი, დანგრატი, კომპიუტერი, ნაბორი 1000 რაღაცა და სადღაც რაღაცა აურევს და ეს მანქანა არის ადამიანი რა.
ყველაზე მაგარი არის რა. სადმე შორს თუ მივდივარ, შევტენი ჩემ ბავშვებს ხოლმე და მივდივარ საბარგული დიდი აქვს, სალონი დიდი აქვს, ყველა ვეტევით. Ფუჭებული ანუ ზარ მე დადის. მუშაობს ჩვეულებრივად და დიდ საცობში მოვყევით ახლა. ეხა არა, მოვტრიალდებით და გავუყრი და ვნახავთ ერთი როგორაც დადის. გაუყარო? მე ამ სიმსოც რო არ უყრი ხოლმე? არა, ნუ ხანდახან. ხო, ხუმრობთ. ჭიჭე. არ გეგონოთ რომ რაღაცა იმ ზოლში მივდივარ და ცუდი ადამიანი ვარ, მარჯვნივ და ჩავუხიო მე. საცობში რო დადგებიან და მარჯვნიდან ბალახებიდან გადიან ხოლმე, ყველაზე მეტად ვერ ვიტან და. ხო და. ნუ ამ შემთხვევაში მე ხა იქით მარჯვნივ უხვევ და მაგიტო ვარ ამ ზოლში. თუ ვინმე აქ ხა გზაზე გაგიარეთ, არ მაგინოთ. არა, ბიჭო, ზოლში დავდივარ. აქეთ ჩავდივარ რა. ნუ ეს ზოლი წინაც მიდის, მაგრამ აი შეხედე მიდის ეგერ წინ ზოლი და აი მაგალითად მაგალითი აი მიყვება იმ ზოლს. მაგ ზოლში სერული არ შეიძლება. ვისწავლოთ კულტურა სწორი მართვის. გლავნი დამრღვევი გეუნებათ ამას. აღონ წარსულში. არა ხანდახან მაინც ავფეთქდები ხოლმე. ბიჭო ეგ. შავი ტაქსი გაიჭირდა. მაგარი მანქანა ბიჭო. რომელი? ეს ბიჭო შოქში ვარ ძმა. ვილად დადის? აი რამდენი ისა აქვს პრობლემა და კოსმეტიკური ძირითადად, მაგრამ ნახდად ვერ ვიფიქრებ ამ მანქანის ვიზუალის მერე რომ ესე კარგად ივრის და ბრავო ძმაო რა. და იმაზე არ кайფობ გარეხმაური რომ ვაფშე არაფერი შეხედოს. იდეალური ხმისაა. აი მე ვასებ რომ დავждები ხოლმე ამ მანქანაზე ვაფშე მოწყვეტილი ვარ გარე სამყაროს. ვიღაცები მეძახიან ხოლმე და მე მიტრაკება გეძახდი რატო არ გავამხედევ არ მესმის და რა გავაკეთო არ ისმის არაფერი რას დაგინახავ შეჩება ორ მაგიშუშები აქვს ატომურ მარშრუტკა გაჩერდი არ გადაგვიარე აი ბავშვებია ბიჭო შეინთ ქორწილია აი ხა ჩაივლია აი ლენტები აქვს კაპოტზე ანუ ნახე გაზს რო არ ხმარობ აქტიურად ძრავის ხმა საერთოდ არ გვესმის მაგრამ როცა მიადგა მაინც დიდი ხმა არ შემოდის სალონში არა იდეალური პერიოდის მანქანა ხმის მომში აგერ აი ძნობ ესე მანქანა რო უდნავ თამაშობს რა ხო ეხა აი დავაგრუბებ და უფრო გრუბი გახდება რა აი ეს ვიბრაცია ნახე კი აი ეგრევე წამებში გადა შეიცვალა მანქანა და დავარბი აი ხა ეს რო ესე მოძრაობს რა. როდის ქონდა ასე ხარ? ეხა დავაჭერ და უფრო ხისტი ხდება რა. მე თანამედროვე მანქანაზე გეტყვიან რაღაცას და ხა სისრაფე თუ ვინმეს უნდა არა მარტო 28-ში, თუნდაც დუჩში და რაღაცაში. აგერ პროექტი გეცდება და ნახავთ. კომპრესორი. გადაყვანილია უკვე ნიკუშასთან. ნიკუშა აგვარებს ელექტროობას, მალე დავქოქავთ. ძალიან მაგრად ადის ამ დისკერზე. ყველაზე მთავარი რა არის, იცი? მე არ მithქვია ნიკუშას პატრონმა თუ უთხრა თუ არა, არ ვიცი, ძრავში ზეთი არასხია და. იმ სიმსოჩი და. ნიკუშა თუ უყურებ ძრავში ზეთი არასხია. დაურეგო კაცო ეხლა გაჩერდებით. არ დაკოკო. თორე თელ ჩვენი შრომა ჩაიყრება წყალში. ეხას მოც გაივლი მოხოთ. ეხას მოც ჯერ შიტოკი უნდა შევცვალო, შიტოკი მაგ გატეხილი და ჩემი ბავშვი დაეჯახა რაღაც მანქანას. სანდრო იჯდა რულთან და შუქრიშაზე ვიღაცამ დაუტორმუზა და უკნიდან მივეხატეთ. ამითი ხო უყარი. გაუყარო? აჰა. გაუყარე. მართლა შემოვიწყდა დიდი ხმა. ცოტა ძრავის ხმა შემოვიწყდა, ცოტა. ცოტა აკლდა 180-ს. ძალიან მაგრად არის, აი ძალიან. სასიამოვნო რა. ამ მანქანი ძირითადად ნელა დავდივარ ხოლმე, არ მიყვარს ასე ჩქარასიარული, ვაფშე სხვა кайფი აქ და. ბიჭო, ხო, ანუ ნახე, თანამედ ვერი ფიქრებ, რომ 2001 წელს გამოშვებული მანქანაა. პირიქით. აი ძველია და რაღაც, ხო იცი, ვაფშე არ გაქვს ეგ. სხვა მუღამი აქ ამ მოდელს რა.
შეიძლება ვიღაცას არ მოწონდეს და არ უყვარდეს ეს მოდელი, მაგრამ ჩემთვის ეს მოდელი არის ძალიან განსაკუთრებული მოდელი. ჩემთვის მანქანების ღმერთი. ქალაქშიც თუ დავდივარ ხოლმე, სულ ესე ხელს მიწევენ ხოლმე, მაგარია, ვინც ერკვევა და ვისაც მოწონს. ვიზუალურადაც ახლა შორიდან არ ეტყობა ეს კრასკა ლაკი რო არის დამწვარე და შორიდან მაინც ვიძე დგას, იმიტომ რომ წოდნავ დაწეული პასატკა აქვს, დისკები 19-იანი პარალელები უყენია და ვიზუალურად ლამაზია. ახლოს რომ მოხვალ, მე ხვდები რომ ის ლაკი დამწვარია, რაღაცა დეფექტები აქვს და ემჩნევა რომ გარედან ხელისშევლება ჭირდება. Live count. დღეს არის 28190. გუშინ იყო 28145, 27900, 600. აი ვიდეო რო დაიდო ეგ დღე არის. აი ვიდეო რო დაიდო. ოპა. ვიდეო დაიდება თუ ეგრევე ზევით გარბის. დღეს ვიძახდი რომ უნდა ჩავწეროთ ცალკე ვიდეო რაც შეეხება N20-ს და N55-ს, S55-ს. რა პრობლემებიც აქვს. შემდეგ ვიდეოში ჩავწერ N20-ის, N55-ის და S55-ის სრულ განხილვას, რა პრობლემები აქვს მაგმატორებს და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ყიდვის შემთხვევაში, რომ არ შეგეტანოთ რაღაცა უბედურება. შემდეგ ვიდეოში ჩავწერ აუცილებლად მაგმატორთან დაკავშირებით ყველაფერს. დეტალურად ავღწერ ყველაფერს, ყველა პრობლემას, რა პრობლემები აქვს მაგძრავებს და თქვენც რომ დიდ შარში არ გაიშთოთ, თავიდანვე ყიდვის დროს რომ გაითვალისწინოთ ჩემი რჩევა და შეამოწმოთ ეგენი დეტალურად. ესე იგი ეს არის F90 M5 დრაგს რო ვიყავი გამოსული, მესამე ადგილი რო დავიკავე, ეგ მანქანაა. ამითი გავიაროთ, ნახოთ რაღაცეები, მაგრამ წვიმა წამოვიდა. მაგრამ მაინც გავივლით, არ არის პრობლემა, მე წვიმა არ მაშინებს. არ მომიწევდება, არაფერი მოხდება. თუ მომიწევდება, გაზ გავუშვი. ამაში გვაქვს ფილტრები გვაქვს შეცვლილი, კაენდენის ფილტრები დევს, დაუნფაიფი აყენია და პროგრამა წერია ძრავში კარობკაში. კარობკაში წერია XHP-ის პროგრამა, ძრავში წერია MHD-ის პლატფორმაზე დამზადებული პროგრამა, რომელიც გიგა ჟორჟოლიანმა გავუკეთა. წინა ვიდეოშიც აღვნიშნე და ეხლა აღვნიშნავ, რომ გიგა აკეთებს ძალიან მაგარ პროგრამას MHD-ის პლატფორმაზე. გირჩევთ ყველას. და დინანის ბაბინები გვიყენია კიდე, ხო? დანარჩენი სულ ქარხნულია, კულერები ყველაფერი ქარხნული აქვს. ნელ-ნელა ვაძლიერებთ ამ მანქანას. ჯერჯერობით საუკეთესო შედეგი გვაქვს 100-200-ის E40 სპირტზე გვაქვს 5 და 1. ნელ-ნელა ცოტას უმატებთ, რომ ერთიანად არ გვინდა რომ რაღაცა დიდ ძალაზე მივიდეთ. სტაბილურად ცოტას უმატებთ. უბრალოდ ამინდი არ გამოვიდა წესიერი, რომ გავაგზელოთ ამის ცოტა გაძლიერება. აი ახლა დრაგი რო იქნება, ცოტა უფრო ძლიერი პროგრამით ვიქნებით კიდე დრაგს. ამიტომ უკეთეს შედეგშიც ვივლით, ვიდრე ახლა იყო. წეგან ახლა გარე კადრებს რო ვიღებდით წვიმაში დავაჭირი ერთი და ისეთი მოვწყდი კინაღამ ჩვენი ოპერატორის მანქანაში შევედი და
ამიტომ კაი კადრებს მაინც ვერ შემოგთავაზებთ აჩქარების, იმიტომ რომ ძალიან სველია ავტობანი. ავტობანზე მით უმეტეს წვიმის დროს ყველგან არის ზნაკები, რომ 60-ზე მეტით არის იაროთო და ამიტომ ძალიან საშიშია. თან უკანა საბურავები ცოტა გაწვეთილი არის ხა მანქანაზე და აპასნი არის. არა, მოკლედ არ შეიძლება და ცოდოა მანქანის გადაღება ესეთ პირობებში, იმიტომ რომ იმსახურებს კარგამიც, მაგრამ რახან დრო არ ითმეს და ჩვენც არ გვაშინებთ წვიმა, თქვენი მაყურებლების ხათრით ამ პირობებშიც კი ვიღებთ. ნახე რა შემისწორა უცებ? კი ბატონო, გადახმები. მაგრამ ამ მანქანას შრალ ამინჩიც გადავიღებთ, რომ ნახოთ თქვენ რა და როგორ არის და რა შეუძლია ამ მანქანას. ეხა კიდე წვიმაში ვიაროთ ავტობანზე. წეგან ემს დავაჭირე და აქეთი კიდე ვისრიალე ეს. ეგ კადრი გექნება შენ გადაღებული. აუ, რა პიზდეცი იყო, ბიჭო, და ისიც არ მაქვს გამორთული თან. ვაფშე არა, უკანა ეგრევე ხდება. კი რაღაც დაგეჯახეთ ჩვენ. არ მოხდა რა. აუ, რა კაი მასაჟი აქვს. აი თან ტრამპლინზე აგვახუნა. რა სიტყვი ეხა სანამ მოძრაობა, აი ამ ახალ F90. ერთ-ერთი მოდელია, რომელიც ახალ მოდელებში მომწონს რა. F90, M5. არც M8, არც სხვა ეს მოდელი მომწონს ძალიან. რატო რითი არის გამორჩეული? ვაფშე სხვა მანქანა არა, F-თან შედარებით, აი რა ცადა დედამიწა. როგორ დადის F-თან? მანევრში აი წასვლა. ყველაფერში ჯობია, ყველაფერში. ყველაფერში ჯობია, ყველანაირად. F-ი რაღაც ძალიან ძიმე როჟა. F-ი არ ამაში არ არის, ხო ეგ სიმძიმე? F-ი არ მიყვარს მე არანაირად. ეს არის ყოველდღიურად შეგიძლია იარო, შეგიძლია უცებ დასტარტო, შუქიშანზე არ შეგარწყვენს, არასად არ შეგარწყვენს, ბუქსაობით არ გასკდები, კვადრო არის დასტარტი, გავარდი, გააჩერე რა. F-ი კიდე სანამ მოეჭიდება და სანამ მოიფიქრებს რომ გავარდეს, სხვა მანქანა რომ გაგეჩნდოთ კვადრო ქალაქში, მაგრამ გაგამწარებთ და ეს არის ამაგისო. თან გააღე ჩასვი ხალხი, წადი სადაც გინდა. კოლოფი როგორ გქონს? კოლოფიც იდეალურია. ავტომატიკა რო არის. იდეალურად კეთდება კოლოფი, ძალიან დახვეწეს კოლოფები. მით უმეტეს პროგრამაც უწერია, მე კიდე უფრო კარგი ეფექტები აქვს. მოკლედ იდეალური არის ჩემი აზრით ეს მოდელი. ძალიან დიდი სხვაობა არის F-თან შედარებით. აი ძალიან დიდი ნახტომი გააკეთა BMW-მ ჩემი აზრით F-ს და ამ მანქანას შორის რა. და G90? აუ, ძიმია. არ მომწონს. ვიზუალურადაც არ ვიცი, მე არ მომწონს პირადად G90. პლუს კიდე ძალიან ძიმია რა და რავი, არ ვიცი. F90-ის მერე არ უნდა გამოეშვათ ეგეთი მოდელი, რომ ცოტა ვერ დადიოდეს, იმიტომ რომ წონა აქვს და მაგიტო ვერ დადის კი ბატონო, მაგრამ ამაზე ბევრად ჩქარი უნდა ყოფილიყო წესით, მაგრამ არ არის. ჰიბრიდია, ბიჭო. არ არის. სიცხვილია. არ არის. MB-ი და ჰიბრიდი. რა ვქნა, მთელი ტექნოლოგიები და მთელი სოფლიო მიდის ჰიბრიდისკენ და BMW-ც მიყვება რა ქნას. ამ სამი კაცურზე ვარ იდეალური კომფორტი გვაქვს. კი ბატონო. პრემიუმ ხარისხის. ეხა თუ ატყობ მე-7 სერიაში ხო ვიჯექით წეგან. გარეთ არაფერს ხმარ არ შემოდიოდა. გესმის ეხა? აქ ნაკლები ხესულცია, ხო? ო. არ ვატრაკებს მართლა ეგრე. ეს ორმაგი შუშები რო აქვს, ის სხვა დონე არის რა. იდეალურად. მანევრი აქვს ძალიან მაგარი, ვაფშე არ იგრძნობა რომ დიდ მანქანაში ვიქარ. სხვათა შორის იმ დღეს რო ვიძახდე გამაჩერე რა, 213-ით რო ვიარე, იგივე შეგრძნება მქონდა იმის მოსაყოფში ისე შევდიოდი, რომ არ ეფექტი არ ქონდა დიდი მანქანის რა. აი არა. გაჩერდი რა. ესე ძრავი არ გვაქვს იმაში სპორტში ეფიციენტი არის ხო აიცა ესე ჩავრთოთ და ესე აჰა ძრავი სპორტზე დაგვრჩა ხო
კი ბატონო, ესე შეიძლება. არ გვაცდიან და რა გავაკეთო? გე? გამანებე ბიჭო, თავი ჩემსკენ ხარ თუ ეშმაკებისკენ? მაინც გინდა მოვკვდეთ კაც. ანუ რა შეიძლება გიტყვი? ბუქსაო. და თან ტრაქსაც იქნება. ო, 180-ზე დავუქსავთ. 80. ჩართული ხო არის სტაბილიზაცია? ჩართულია. არის. თან სპორტიც არ არის ჩართული. აი პლავნად მიაჭირა, პლავნად გვაჩხარდა ერთიან და არა. აი წაკეთა ზოლი უფრო მშრალია. ხალხო ისეთი მანქანა ვერ ვიღებ ვერაფერს. მშრალი გზა გვინდა, всё. ეხა გამოვიდა ასე და ეხა შეიძლება. Այլ настройка сучавաստует вообще. აი, ოქსია მონოს რო ბუქსაობს. საბურავი. სველი, ავტობანის სველი, სველ ავტობანზე არავის არ გირჩევ ჩქარა სიარულს. იმიტომ რომ ისეთი ის არის ბეტონი არის რომ წყალი ყინულია ჩათვალე. ო რა. ჭადრე რომ დავდიოდი, სულ მიკვირდა 60 რატო წერია წვიმის დროს მეთქი რა. რამდენჯერ მომივიდა წვიმაში რომ დავდიოდი, გზნობდი ყველაფერს რომ არ შეიძლებოდა 60 სიარული. რომ ბევრჯერ მეც მოვწყდი, ეხა წეღან მაგალითად ისეთი მოვწყდი, კინაღამ გადავიხლართ ეს სადღაც არა მერსედესში. ორი მანქანას ვამტრევდით, მაგრამ მანქანამაც თავის იქნა, მეც ვქენი და მერსედესის ძღოლმაც დააფიქსირა და გადავიდა გვერდზე. თორე მერსედესი და BMW აიზილებოდნენ ერთმანეთში. ისე ტრასაზე, ანუ შორ მანძილზე თუ წასულ ხარ, რამდენს ხავს? აი სურო ასეთი თქმა, რომ სვეჩი 9 ლიტრას აღწევს. სპეციალურად მეგობრებო მფლობელს ვითხე. ნუ სტეიჯიანზე, დასტროიკიანზე, ხო? ხო, მე ამას რო ჩავწერე აქვს. არ მიყვარს ახალი ტექნოლოგია რა. ხაჭი გრუბად ნაკლად 10 ლიტრა. ეხაც DS-ზე გამორთული მქონდა, უკანა ვიდუშზე მქონდა გადართული. პირველმა რომ დაიწყო ბუქსაობა, ეგრევე მეორე მიოცი მეთქი მეორეთი გავაგზელებ მეთქე. ჩემი ფეხები გაგუდა და ნელ-ნელა ამაჩქარა რომ არ დავუქსავებულიყავ. ანუ შენ მართვაში ერევა და ეგ არ გსიამოვნებს. კი ბატონო. ბეჭა აწერი ნეტს. კილომეტრი. 9500 კილომეტრი. დრაგამდე კალოტკები ცოტა იყო რა და
დრაგზეო რაღაცაო კალოტკებს შევცვლიო. წავიდა ტექსტარები იყიდა თუ რა იყიდე. ბიჭო დავჯექი გავიარე და რა არ მომწონს ტორმუზი. მეთქი რაღაცა ბილად ჩერდება, რაღაცა ხდება, მეთქი ცუდი კალოტკები აქ. ჭხუბი დამიწყო. როგორ ამდენი გადავიხადე 1500 ლარი გადავიხადე, მაგრამ მეთქი თემო არა ტორმუზებს, ბილია პედალი და წავით მე ზაზასთან ვარკეთილში დაშლები რო აქ. ნახმარი კალოტკები გამოვართ M5-ის. ნახმარი. ეგ დავაყენეთ და ტორმუზი გასწორდა. საქართველოში ყველაფერი იყიდება ნაგავი. 99%. იმ 1%-ს კიდე ჯანდაბას დაუშვით. შემდეგ ვიდეოში შემოატრიალე. ჩასწორება ისე. შემდეგ ვიდეოში ამ მანქანას გავტესტავთ უფრო ძლიერი პროგრამით და მშრალზე. დრაგი თავის დრაგებით. ხო, თავის დრაგებით და ჩვენებებით და რა დროში დადის? არა, რა დროში დადის? დრაგამდე არა. დრაგის მერე იქნება კაცო. დრაგის მერე ვაჩვენებთ ყველას. მანამდე დრაგამდე არ ვაჩვენებთ ინფორმაციას, იმიტომ რომ იქ ინფორმაციას არ გაცნობ. ხო, არ გავცემთ, იმიტომ რომ იქაც ბიჭები გამოდიან, ყველას დიდ წარმატებას უსურვებ იმ დრაგზე, მაგრამ ჩვენი კონკურენტები არიან შეჯიბრზე და არა ისე რა, პირადულად ძმები ვართ, მაგრამ შეჯიბრზე კონკურენტები ვართ. ამიტომ ჩვენ გვინდა რომ იმ კლასში ამ მანქანას ვერავინ ვერ გაასწროს. ნახოთ რა გამოგვივა. ხო, ეს კლასში იქნება რომ მხოლოდ ესეთები და არა ხაფანგები. კი ბატონო. ამიტომ ყველას წარმატებას გისურვებთ ბიჭებო, ვინც გამოდიხართ კლასში, მაგ-კლასში. ჩვენ გავემზადებით მაქსიმალურად. გამოიწერეთ არხი. გამოიწერე, შემჭამა იმენა, გამოიწერე, არ უნდა გამოიწერენ. შენი კი ის კი არ არის არხი რო არ იწერენ, ჩემსაც გამოიწერე. მეგე? მიგასვი? გამოიწერეთ არხი. შენი არხი თუ ჩემი არხი? სულავას არხი. კაი, შემოწმე. აი, გადადი ამ მარჯვენა ზოლში ნუ დადიხარ. საწყალი მანქანა ჩემი. რა გინდა სიამოვნებს ამ მანქანით სიარული. სუდი გზაა. მალე რო წავიდე, ჩქარ რო წავიდე, მალე მივალ და ეს კაიფი აღარ მექნება და ნელა მივიდიო რომ მაცადე, მაკაიფე რა. არ გივლია F90. არ მივლია. იდეალური მანქანა არის რა. იდეალური მანქანა არის, აი ყველანაირად კომფორტული არის. ყოველდღე რო ამ მანქანითია რომ არ მოგბეზდება, მოგინდება უცებ ჯადოსურ კნოპკას დააჭერ და რაღაცა სხვა გაზომილებაში იჩთება მანქანა, არ გინდა დააჭერ და კომფორტულად დადიხარ ისე რომ არაფერი არ გაწუხებს, არც კაროკა გაწუხებს, არც ხიდი გაწუხებს, არც სიარული გაწუხებს და სიდენიები ხო განსაკუთრებულად არ გაწუხებს. და ისე უკვე 7 წელია რაც გამოდის ეს მოდელი და გამძლეობასთან დაკავშირებით როგორაა ამბავი? ჯერ რავი, მე ისეთი გაფუჭებული არაფერი მინახე ერთ-ერთი 70000 კილომეტრის მერე საიდან ჩამოდის. 70000 კილომეტრის მერე ჯობია კლადიშები შეცვალოთ, იმიტომ რომ რამოდენიმე მანქანაზე მაქვს შეცვლილი და უკვე 70000-ის მერე უკვე კლადიშები განადგურებული არის ამ მოდელზე და თუ ვინმე კარგი. აი, კარგი არ არის. მაგრამ როგორ რაღაცა იცი, ეს მანქანა რო გამოვიდა 0-დან 70000-მდე სულ გაზგაყრილი დადიან. და მაგიტო თავანშიც და ადგილიდან. მაგიტო ცოტა მალე უნდა ამას კლადიშები შეცვლა, ვიდრე F-აც და ასე შემდეგ რა. F-აც იმიტომ არ უნდა, რომ ისინი არ ლანჩავენ და პირველდან არ აჭერენ და მერე აჭერენ, ხო, ანუ უფრო ნაკლებად ხმარობენ მანქანას, ვიდრე ამ მოდელს და ეს სულ გამოსვლის დღიდან სულ დაჭერილი დადის რა. მაგიტო წდება 70000 კილომეტრზე კლადიშები. ეს არის ეს ღილაკი გვაქვს დაყენებული კვადრო სპორტზე, მაქსიმალურად გაკეთებული, მეორე ღილაკი ეს ერთიანი არის, უკანა წამყვანი საზანოსოთ. ხო. აი ეკა. DSC-ով 2 ვედე. ამას დააჭერ. და ეს 2 ვედე სულ რჩება ყველა სიჩქარეში? ხო, სულ უკანა ვიდოში. გახვიდე? სულ უკანა ვიდოში. არ გადართავს? არ გადართავს არასდროს, სულ უკანა ვიდოში. მეც ეს შეება? გადართავს. ჩაგირთავს კვადროს. ეგ იცი რატო? რატო? რო არ დაიმტრე. სადმე რო გაგიქნიოს ის BMW ანუ გამტროებს? BMW ზღოლი ჭირდება. ხო. გამოიწერეთ არხი. კაი, მოუწოხარ უკვე დაამუღავე, კარგია. რა ვთქვა? მე მაინც ნომერი ცოტა არ მომწონს, იმიტომ რომ X-ისკენ მიყავს ფიქრებში და რატო აყენე ეს ნომერი? ჯერ ერთი რომ X5 მიყავდა ადრე S70 თემოს, მაგრამ ამას რო ვაყენებდით, ნომერი ხო არ შევცვალოო და მეთქი რატო X-ი რა? XM5 ანუ კვადრო M5. შო ესეც ნომრის ახსნა. ხო, ეგეც ნომრის ახსნა, მაგრამ ეს ნომერი ეყენა X5-ის M-ზე ეყენა და იქიდან დაატარებს ამ ნომერს წინ დაუკან. ამას გადაუღი, ამას
სანომრეები მაქვს შეხედე. ჩემთან გავლილი მანქანა სერვისს რო გაივლის, ამ ნომრებს ვაყენებთ ხოლმე ყველა მანქანაზე. ო, მაგრამ აღარ აწყობს რავებს შენ, აღარ. თუ შეიცვალა რა. აღარ მინდა დამანები. ეს მე არ გეგონოთ, მე არა ვარ. მე არ ვაკეთებ ეგეთ რაღაცებს. მე არა ვარ. პატრონმა გაჭედა, მე არა ვარ. მე არაფერ შუაში არა ვარ. პატრონმა გაჭედა. რა გავაკეთო? მე ხო არაფერ შუაში არა ვარ. რატო არ მიყვარს ელექტრობლოკირება? აბა. აი ხა თუ დავაფიქსირებ რომ გათიშა და ცალი პაკრეშა რომ ბუქსაობდა და ინახე? კი. აი გარე ელექტრობლოკირება, როცა უნდა ჩართავს, როცა უნდა გამორთავდა. მექანიკური ყველაფერი არის კარგი. ეს თავის გემოზე როცა უნდა მოჭიდებს, როცა უნდა არ მოჭიდებს. ეხლა დაატრიალა ცალი პაკრეშა გაბუქსავდა, მეორე გაჩერებული იყო. მერე რომ დაიწყო აჩქარება, უცებ ჩაერთო მეორე საბურავი. კარგი, რა დროს ელექტროობა არის. ანუ რომ მიეჩვიო და დაამუ მაინც სხვა მუღამი აქვს რა. ეს თვითონ მართავს ამ ყველაფერს და შენ ვერ მართავ ბოლომდე რა. თვითონ ფიქრობს, როდის ჩართოს ხიდი, როდის არ ჩართოს ხიდი და მექანიკური არის გასფეხი დააჭირე და შენ პედალში გაქვს ეგ ყველაფერი და ეს თვითონ არეგულირებს, როდის მოჭიდებს და როდის არ მოჭიდებს. სულავა როგორ არის ისიც ხალხო მესის რო კითხეს ფეხურის ყურება თუ გიყვარსო და არაო რა. აი ეგრე არის. ხუსი გაზავების ყურება არ უყვარს და თვითონ კი. სასირცხვილოა რა არის? სამარცხვინოა შენი საქციელი. რას ბზრიალებ, რა წესია ვერ გავიგე. აჰა, კიდე რაღაცის ემზადება ეს გარეწარი ეს. ნახე კიდე რო გათიშა? არა. რო ვერ წამოიღო ტრაკი ვერ ნახე? ო, აი. რა გათიშა? ხიდი გათიშა. ბლოკირება გათიშა. დღეს რა ხდება? ყველა უკუღმა რო დადის. ყველა თემოც უკუღმა დადის, ისინიც უკუღმა ჩამოდიან. ხან აქედან აივლის, ხან იქიდან ჩაივლის. მოკლედ ეხა თვალსაჩინოდ ვიხილეთ თანამედროვეობის მინუსებიც, ხო? პლუსებთან ერთად. მაგალითად და ჩამოთვალე. ელექტროფიტი. დამანებე თავი და გავაბანძო ეხლა და არ მინდა. რა რო დაისა. პაკრი ბლოკირებას თიშავს და მე ერთავს რა. აუ, გეხვეწებით, უთხარით მეც დამსვას, რა პონტია ვერ ქუჩაში დამაყენა თვითონ გაზაობს. დაუწერეთ კომენტარები, რა წესია ვერ გავიგე. შორტებით ქუჩაში დამტოვებ წვიმაში და თვითონ გაზაობს. შრალზე შემოგთავაზებთ იდეალურ ვიდეოს ამ მანქანასთან დაკავშირებით. მადლობა ყურადღებისთვის. გავაგრძელებთ აქტიურად გავაგრძელებთ სხვადასხვა ვიდეოებს. არხი გამოიწერეთ და შრალზე მე გავსტესტავ ამ მანქანას და არა პატრონი. შემდეგ ვიდეოში.